ქართული მითოლოგია, კოპალა, კავკასიის მთების მფარველი და დევთმებრძოლი ღვთისშვილი. ქართული მითოლოგიური სამყარო გამორჩეული და მრავალფეროვანია. მასში ახსნილია სამყაროს დასაბამი და იმ ღვთაებების ცხოვრება, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მფარველობდნენ ქართველ ხალხს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ისტორიულ ფხოვში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც კი შენარჩუნდა ძველი კულტები, რომელთა შორის კოპალას სახელი ერთ-ერთი უმთავრესია. კოპალა არ არის უბრალოდ მითიური პერსონაჟი, იგი მთიელთათვის მკაცრი წესების დამამყარებელი და ბოროტ ძალებთან მებრძოლი ღვთისშვილია. მისი კულტი დღემდე ცოცხალია ფშავ ხევსურეთში, თუშეთში, მთიულეთსა და ქართლ-კახეთის ჩრდილოეთ ზოლში, რაც მის უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს. კოპალას სახელი ხალხურ ენაში ხშირად უკავშირდება სიტყვა კომბალს, რაც პირდაპირ მიანიშნებს მის საბრძოლო ბუნებასა და ძალაზე. ხალხური გადმოცემებით, კოპალა თავდაპირველად ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მონადირე და მებრძოლი, რომელმაც თავისი სიმამაცითა და განსაკუთრებული ღვაწლით დაიმსახურა ღვთისშვილის სტატუსი. მისი ცხოვრების გზა ტანჯვითა და გამოცდებით დაიწყო. ბავშვობაში იგი დევებმა მოიტაცეს და თავიანთ ბუდეში, ციხე გორაზე მიიყვანეს. დევებს სურდათ, რომ ბავშვი გაეზარდათ და შემდეგ შეეჭამათ, მანამდე კი მოსამსახურედ დაიყენეს. კოპალა უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. მას აიძულებდნენ შეესრულებინა ისეთი სამუშაო, რომელიც ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა. მას არ ჰქონდა ძილი, მოსვენება და ნორმალური საკვები. ტყვეობაში გატარებულმა წლებმა კოპალა არ გატეხა. პირიქით, მასში ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი გააღვივა. როდესაც წამოიზარდა, მან ციხიდან გაპარვა მოახერხა. გადაიარა მთები და თავი თიანეთში, იხინჭის ეკლესიის ბერებში აფარა. იქ იგი გამუდმებით ევედრებოდა მორიგე ღმერთს, რომ მისთვის დიდი ძალა მიეცა, რათა ხალხი დევებისგან დაეცვა. ღმერთმა ისმინა მისი ვედრება და კოპალამ იგრძნო, თუ როგორ მოედო მკლავებში უსაზღვრო ღონე. თავისი ძალის გამოსაცილად მან უზარმაზარი იფნის ხე ძირფესვიანად ამოგლიჯა. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მისი როგორც ხალხის მფარველის მისია. კოპალას გაგონებაზე ლეგენდებს განსაკუთრებული მოწიწები ტყვებიან. მას მხართეთრ გმირს ეძახდნენ მისი სილამაზისა და ბრწყინვალების გამო. იგი შეიარაღებული იყო ლეგენდარული ლახტით, რომელიც მეხივით კუხდა და ცეცხლს აფრქვევდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა რკინის მშვილდი, რომელიც მისთვის ცნობილმა მითიურმა მჭედელმა პირქუშმა გამოჭედა. კოპალა არ იყო მხოლოდ მეომარი, იგი იყო სათემო ღვთაება, რომელსაც ჰქონდა საკუთარი მამულები, სათიბები და ჯოგი. ხალხი მას წირავდა ძვირფასეულობას და სთხოვდა მფარველობას ლაშქრობების დროს. კოპალა თავის ყმებს გასაჭირში არასოდეს ტოვებდა და პირდაპირ ებრძოდა მტერს მათ დასაცავად. კოპალას მთავარი დავალება დევებისგან ქვეყნის გაწმენდა იყო. დევები ქართულ მითოლოგიაში პანჯგვლიანი, მრავალთავიანი და ბოროტი არსებები არიან, რომლებიც ადამიანებს წყალსა და საძოვრებს უკეტავდნენ, იტაცებდნენ ქალებს და თესავდნენ შიშს. კოპალასა და მისი მეგობარი ღვთისშვილის, იახსარის დაპირისპირება დევებთან კაცობრიობის გადარჩენის ისტორიაა. კოპალას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირობა ციხე გორის გათავისუფლებას უკავშირდება, როდესაც იგი დევების ხელმწიფის საცხოვრებელთან მივიდა და იქიდან წასვლა უბრძანა. საკუთარი ძალის დასამტკიცებლად რკინის კუნთს ცული დაჰკრა და შუაზე გააპო. ამის შემდეგ გაიმართა ლეგენდარული შეჯიბრი, ქვების სროლა ირემტკალოდან ციხე გორის მიმართულებით. დევებმა და კოპალამ პირობა დადეს, რომ გამარჯვებულს ციხე გორი დარჩებოდა. ამ ბრძოლაში კოპალას მხარდამხარ იდგნენ სხვადასხვა ღვთისშვილებიც. მაგალითად, იახსარმა გზა გადაუკეტა დევ ბეღელას, რათა მას შეჯიბრში მონაწილეობა არ მიეღო. შეჯიბრის მსაჯული კი კვირია იყო. მიუხედავად იმისა, რომ დევებმა უზარმაზარი ლოდები ისროლეს, კოპალამ ღვთაებრივი დახმარებით ყველა მათგან საჯობა. კვირიამ უხილავი მათრახით წამოჰკრა კოპალას ნასრო ქვას და მან ყველაზე შორს გადააფრინა. დამარცხებული დევები იძულებულები გახდნენ კართანაში გადასახლებულიყვნენ. საინტერესოა, რომ კართანის სამაროვანს, რომელიც არქეოლოგებმა მე-20 საუკუნეში შეისწავლეს, ადგილობრივი მოსახლეობა დღესაც დევების საფლავებს უწოდებს. კოპალას გმირობები ამით არ სრულდება. გადმოცემით, მან დაამარცხა ცალთვალა გიგანტი სუბატი, რომელიც ადამიანებსა და ღვთისშვილებს მტრობდა. კოპალა ცაში აიჭრა, ოქროქსოვილზე შედგა და იქიდან ცეცხლოვანი ისრებით დაბუგა დევი. ამ გამარჯვების შემდეგ მან კიდევ უფრო დიდი აღიარება მოიპოვა ხალხში. კოპალას კულტი მჭიდროდ უკავშირდება ბუნებრივ მოვლენებსაც. მას მიაწერენ მეხმფლობელობას და სჯერათ, რომ მისი მრისხანება ელვის სახით ვლინდება. ამავე დროს იგი არის მკურნალიც, მას ევედრებოდნენ სულიერად დაავადებული ადამიანები და მოჯადოებულნი, რადგან სწამდათ, რომ მას ბოროტი ძალების განდევნა შეეძლო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოპალას ფუნქცია მიცვალებულთა სამყაროსთან მიმართებაში. ძველი რწმენით, კოპალა შეძლო ადამიანთა სულების დახსნა გამოსავლიდან, იმ ძიმე ადგილიდან, სადაც მიცვალებულები იტანჯებოდნენ. ეს მას აქცევს ხიდად სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ხალხისთვის კოპალა იყო ერთადერთი იმედი იმისა, რომ გარდაცვალების შემდეგაც იარსებებდა ძალა, რომელიც მათ სულებს პატრონობას გაუწევდა. მისი მთავარი სალოცავი ლიქოკის ხეობაში კარატის მთის მწვერვალზე დღემდე ინახავს ამ უძველეს რწმენას. ადგილობრივებს ჯერათ, რომ წმინდა კოპალას კარზე მდგარ იფნის ხეებზე ანგელოზების ხედან, რომელთა დანახვაზეც ბოროტი დევები დღემდე შიშისგან ზეზე ჩამომხმარნი არიან. კოპალას ისტორია არ არის მხოლოდ ძველი ლეგენდა, იგი არის ქართველი კაცის ბუნებასთან და ბოროტებასთან ჭიდილის ანარეკლი. თემური წყობილების დროს კოპალა იყო სამართლიანობისა და ძლიერების სიმბოლო. მის მიერ დაწესებული აკრძალვები და ნადირობის წესები საუკუნეების მანძილზე იცავდა მთის საზოგადოებას დაშლისგან. საინტერესოა მისი კავშირი ისტორიულ პიროვნებებთანაც. მაგალითად, არსებობს ლეგენდა ერთგვარი გადმოცემა, რომ ერეკლე მეფე პირისპირ ესაუბრებოდა ღვთისმშვილებს და მათთან ერთად განიხილავდა სახელმწიფო საქმეებს. დასასრულს, კოპალა რჩება ქართული მითოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ფიგურად. იგი არის სიმბოლო ადამიანის ნებისა და იმკვიდროს ადგილი მტრულ გარემოში და დაამყაროს წესრიგი იქ, სადაც მანამდე ქაოსი მეფობდა. მისი ლახტი, მისი მიუვალი სალოცავები და მისი სახელი არის შეხსენება იმისა, რომ თავისუფლება და მშვიდობა მუდმივი ბრძოლისა და სიმამაცის შედეგია. კოპალა დღემდე რჩება კავკასიის მთების უცვლელ მცველად, რომლის ჭრდილიც ფარავს ყოველ ხეობასა და მწვერვალს, სადაც კი ადამიანის ფეხი დადგმულა. ეს არის ცოცხალი მითოლოგია, რომელიც საუკუნეებს უძლებს და გვასწავლის, რომ ბოროტებაზე გამარჯვება ყოველთვის შესაძლებელია, თუ კი ადამიანს აქვს რწმენა და სიმტკიცე.